ვაგრძელებთ მე-9 ნომრით მე-9 ბედის მატრიცის განხილვას და როგორც დავაანონსე, ახლა უნდა განვიხილოთ ძალიან საინტერესო ადგილი ერთ-ერთი კი არა და უმთავრესი მნიშვნელოვანი წერტილი, კომფორტის ზონა ქვია აი ამ წერტილს და ნახეთ ამ წერტილიდან მიდის ყველა ხაზი, ყველა ენერგია. და რატომ კომფორტის ზონა? იმიტომ რომ ეს არის ის ენერგია, ის ძალა, ის საწვავი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ენერგიაში გაქვთ და გჭირდებათ და მიუტვით მისკენ, სადაც კომფორტს პოულობთ, სადაც თქვენ თავს პოულობთ და სადაც თქვენ სიმშვიდეს ვნებას, სიმშვიდე და ვნება როგორ ეთავსება ერთმანეთს, მაგრამ ეთავსება, სადაც მიუტვით ვნებიანად და თან მშვიდად, წყარად, კომფორტულად გრძნობთ თავს. და ეს ენერგია არის თქვენთან 11 ენერგია. 11 ენერგია ეს არის ძალიან დიდი ძალა. ნახეთ როგორი ძალა არის თუ ვიღაცა კი არა და ჩვეულებრივ ადამიანებს ის იმას არ ნიშნავს რომ თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ყველა ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივია, მაგრამ თუ ყველა ადამიანს სჭირდება სასიცოცხლოდ და აქვს ერთი ბატარეა, სიტყვაზე ესე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით, თქვენ შევაქონდეთ 3, 4, 5, 6, 7 და 8. არავის არ შეუძლიათ თქვენდენი, არავის არ ძალუძს თქვენდენის ატანა. ეს არის აურაცხელი ძალა და ენერგია. მთავარია რომ ეს ენერგია გაიხარჯოს სწორად და მართებულად. და ეს ენერგია მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ეძლევა, იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაცა მნიშვნელოვანი მისია და ამისთვის საჭიროა ენერგია. სამწუხაროდ ეს ენერგია ეს ადამიანები ვერ აღიქვავენ რომ ეს მათი განსაკუთრებული ბუნებაა და სთხოვენ ხოლმე მის გარშემო მყოფ ადამიანებს რომ იგივე ენერგია ქონდეს, იგივე ძალა ქონდეს, იგივე შესაძლებლობები ქონდეს, იმდეს აკეთებდეს რამდენადაც თვითონ, თან არ დაგავიწყეთ რომ 4-იანია თქვენი რესურსის ენერგია, იმპერატორის, რასაც ვისაუბრე, ხო და ძალიან გადამეტებულად არ მოსთხოვოთ ადამიანებს ის, რაც უბრალოდ არ აქვთ, არ არის მაჩი, ეს შენ ხარ ესეთი, ასე ვთქვათ, ჰიპერ სუპერ, ის რა ქვია, ის სუპერ ვუმენი, სუპერ ვუმენი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ყველაფერს ძალს. ეხლა რა უნდა გაკეთოს ამ ენერგიამ? როგორ თქვი? ეს ენერგია შემთხვევით არ ეძლევა ხოლმე ადამიანებს, ეძლევა განსაკუთრებული მისიის მქონე ადამიანებს და რაც უნდა გააკეთონ, ეს არის რომ ეს ენერგია სიკეთით მოიხმაროს თავად, სიკეთით მოახმაროს სხვა ადამიანებს, მის გარშემო მყოფ ადამიანებს და მისი თავი აუცილებლად დასჭირდებათ სხვებს. არ არსებობს რომ 11 კონდეს ადამიანს და ის ისე ცხოვრობდეს თავისთვის როგორც წრუწუნა, თაგვის სოროში, თავისთვის, თავისი ოჯახისთვის, ისე ჩუმად მიდიოდეს, მოდიოდეს გამორიცხული. ვისაც აქვს 11 ენერგია, ის სჭირდებათ. მისგან დახმარებას ითხოვენ ადამიანები. მაშას, რა უნდა გააკეთოს? ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ის რომ ძალიან დიდი ძალა აქვს, აუცილებელი არის, ანუ რა საქმიანობაშიც არ უნდა იყოს, არ ყოფნით ხოლმე ამ ენერგიის გამოხარჯვა და აუცილებელი არის რაიმე აქტიური ძალისმიერი თუნდაც სპორტში ჩართვა. რა თქმა უნდა, იმსეთ სახეობაში, რაც თქვენ გსიამოვნებთ, შეიძლება უბრალოდ სირბილი იყოს, ეს შეიძლება ბოქსი იყოს, კრივი იყოს, რა ვიცი, ხტუნობა იყოს, მაგრამ გამოხარჯვა ენერგიის და ძალის. ასევე ძალიან კარგია თუ რაიმე, მე არ ვამბობ რომ სამსახური ქონდეს ესეთი აუცილებლად, მაგრამ რაღაცას აკეთებდეს ფიზიკურად. ფიზიკური ენერგიის გამოტყორცნით უნდა გაანთავისუფლოს ეს ენერგია. თორე იწყება წნევის აწევა 11-იანებში, როდესაც ამ ენერგიას ანთავისუფლებენ და თუ იქ არ არის საერთოდ და ვერ ათავისუფლებს და ვერ აკეთებს იმას, რა მისიაც აქვს, მაშინ ეწყება წონის მატება ხოლმე 11 ენერგიის მქონე ადამიანებს. საინტერესო არის ის, რომ აი აქ ნახე დანიშნულება ცა-ში და ახლა ვეაგეხსნით რა არის ცა, აქვს 11. ცა არის ეს რა წარმოდგენა გაქვთ თქვენ სამყაროს მოწყობაზე, ზეციურ ენერგიებზე, ღმერთზე, ანგელოზებზე, წმინდანებზე, საერთოდ აი
ასე ვთქვათ, ზედა სულიერ ძალებზე. და შენ ფიქრობ, შენ თვითონ ესეთი მიდგომა გაქვს, რომ მე ვახსენე ეს იყოს სუპერვუმენი, დიახ, ჰიპერ სუპერ ვუმენები თუ მენები არიან ზეცაში, რო არიან ძალიან ძლიერები, მათ ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი გამოსდით, ყველაფერი, აი რაღაც დიდ ძალად აღიქვავ, რომ ეს არის რაღაც დიდი გრანდიოზული ძალა. ესეთია შენი ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური მიდგომა სამყაროსადმი. გაითვალისწინე, რომ ამას ნუ მოსთხოვ ადამიანებს, რიგით ადამიანებს და გახსოვდეს, რომ შენ თუ გაქვს 4, 5, 9 ელემენტი, ადამიანებს აქვთ ერთი ელემენტი და იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რასაც შენ გააკეთებ. კიდევ რაც უნდა გაითვალისწინო, ეს არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ენერგია გაქვს, შენც გჭირდება დასვენება. და სამწუხაროდ 11-იანებს დასვენება ჰგონიათ, რომ მაგალითად მიწის თოხრით თუ დავიღალე, მოდი ახლა მოვგსოვ და დავისვენებ. არა, ჩემო კარგებო. როდესაც იგრძნობთ დახლას, დაისვენეთ. დასვენება არის არაფრის კეთება. მოდით და დაისვენეთ. თორემ მე გადადის ძალიან დიდ დეპრესიაში, აპათიაში და გამოფიტვაში. ასე რომ მიეცით უფლება. თქვენ გაქვთ ამის უფლება, რომ დაისვენოთ, გახსოვდეთ. და არასოდეს არ მიიყვანოთ თქვენ თავი ქანცის გაწყვეტამდე, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამის ენერგია და შესაძლებლობა. ეს გახსოვდეთ მუდამ და გაითვალისწინეთ. ასევე გაითვალისწინეთ, კიდე რახან დანიშნულებებზე გადავედით, რომ ჩამოვიდე ისევ და გაჩვენოთ. ვინახეთ. წინაზე ვისაუბრე ენერგია 4-ზე და გაითვალისწინეთ, რომ ზოგადად კარგი ურთიერთობა რო გქონდეთ ადამიანებთან, ხომ? აი, რაც წინა თემაში ვისაუბრე და მე შემდეგ თემაზე გადავალ კიდე ტალონზე, სადაც ფიგურირებს ეს 4-იანის ენერგია, ასე ვთქვათ, აი, ზუსტად ის ენერგია გამოამშღავნო და რა სახით ამაზე მე ცალკე ვილაპარაკებ ადამიანებთან, რომ კაი ურთიერთობები გქონდეთ. ხო, 11 არის ყველგან, დაიხსენეთ, რითი დავიწყე, რომ სხივით, თითქოს მზის გულია და არის კიდევაც ყვითელი ენერგია, ყვითელი ფერით, განაწილებულია ყველგან და ყველაფერში და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, რომ იქ უნდა ჩადოთ დიდი ძალა, არანორმალურად, არაადამიანურად დიდი ძალა. და გახსოვდეთ, რომ მანიპურეთ ჩაკრა, ეს არის ადამიანში, რომელიც ჩაკრის ენერგიაც არის თქვენთან, ეს არის ადამიანში. საწვავი, ეს არის ადამიანში ის მზერი, თინაც ანათებს მისი ადამიანობა. ეს არის ის სულის ნაპერწკალი იმ სახის, რომელიც შემოდის მის, ასე ვთქვათ, ავატარში, მის სხეულში და თინაც იმართება ის. და გაითვალისწინეთ, რომ აი ამ ცენტრში, რასაც ახლა თქვენ უყურებთ, ხო, 11-ას ხედავთ, ეს ენერგია ორმაგდება. ნახე, ყველაფერი თუ არის ორ-ორი, ნახე, წითელი ფერი, ეს არის მულათხარა ჩაკრა, ორ-ორი ან ორი სხვადასხვა ენერგია, სექსუალური ჩაკრა, ორ-ორი ნარინჯისფერი, ორი სხვადასხვა ენერგია, გულის ჩაკრა, ორი, ხორხის ჩაკრა, ორი, მესამე თვალი, ორი, გვირგვინის ჩაკრა, ორი, აი ეს არის ერთი და ეს ერთი ენერგია, ასე ვთქვათ, ორმაგდება, ანუ ორჯერ 11 ხარ შენ. ჯერ 11 რა ძლიერი ენერგია უკვე თქვი და ორჯერ 11 წარმოიდგინე. და ეს ძალა დაფიქრდი, ჩვენ გადავალთ სხვა კარმულ დეტალებზე და იცოდე, რომ რასაც კი შევეხებით, შენ ეს როგორ გითხრა, დომინანტურად სუპერ ქალივით, სუპერვუმენივით უნდა გააკეთო. შენი ერთ-ერთი უძლიერესი მისია არის ეს, იმიტომ რომ ამის ძალა მოგცა სამყარო, რომ შენ ეს შეძლო და გააკეთო. შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობები.